ხელოვნების სასახლეში დავით არსენიშვილის ძეგლი გაიხსნა. თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი არსენიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად 1927 წელს დააარსა. ხელოვნებათმცოდნემ პირად კოლექციაში არსებული 500-მდე ექსპონატი მუზეუმს უსახსოვრა, რომელიც ამ მიმართულებით პირველი სიძველთ საცავი იყო ამიერკავკასიაში. დავით არსენიშვილის ძეგლის ავტორი მოქანდაკე დადა არსენიშვილია. ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მე მოხარული ვარ, რომ 100 წლის შემდეგ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში ძეგლს უდგამენ დავით არსენიშვილის. ადამიანს, რომელმაც შექმნა ჩვენი მუზეუმი, რომელიც იყო ბევრი ეროვნული საქმის მოთავე და რომელიც შეიძლება ითქვას უსამართლოდ იყო დავიწყებული. დღეს ეს ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ქართველმა ხალხმა დავით არსენიშვილს ძეგლი დაუდგა. ვფიქრობ, რომ გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით არსენიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებაში შეუფასებელია, თუმცა ამ ღვაწლის მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების მიერ ის რეპრესირებული იყო და პრაქტიკულად საზოგადოდ მისი ღვაწლის წარმოჩინება აკრძალულიც კი იყო.